Այդ რადგან სრულიად მარტო ვარ დამლაპარაკებელიც არავინ არ აბყავს რაღაცებზე მინდა რომ ვილაპარაკო. პირველ რიგში იმაზე რომ ხო სახლში ესე გამოვიყურებ. მამეთ ვისაც ჩემი ვიდეოები გქონდა ნახი არ გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც. ჩაიყავა. მოკლედ სანამ წყალი თუ ხდება, პრობლემა რაშია? არ ვიცი მე მჭირს რაღაცა თუ ეს ყველა სჭირს და ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანური რაღაცა არის, მაგრამ ეჭვმეპარება, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მაგასთან პრობლემა მაქვს. აი ამ კონკრეტულ რაღაცასთან. ეს კონკრეტული რაღაცა რომ შემიძლია აღწერო ძალიან პრიმიტიული სიტყვებით, ჩაციკლადი პიროვნება მაქვს. რაც ნიშნავს იმას, რომ რაღაც პერიოდი შემიძლია რომ ერთ რაღაცაზე ძალიან მაგრად ჩავიციკლო და ძალიან პერფექციონისტურად მივკვდე. ყოველდღე ვეჯდე ახალი ინფორმაცია მოვიძიო, რომ რაც შეიძლება უკეთესი და ყველაზე ოპტიმალური შედეგები მივიღო იმ კონკრეტული ინტერესთან. ეს არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება, ეს იქნება ვიდეო თამაში, ახალი რაიმე სწავლა, ყვება, ვარჯიში, სიმღერა, ნებისმიერი რამაც შეიძლება რომ დამაინტერესოს. და ამან შეიძლება რავი ალბათ ორი თვე გამეწელოს მაქსიმუმ, 2 თვე გავძლო და მერე ბაც და ვიქრაშები. აი მაგალითად 45 დღე, ყოველი დღე წონიდი საჭმელს, ვითვლიდი კალორიებს, დავდიოდი ვარჯიშზე. ეხა აღარ ვაკეთებ მაყურებს. რატო აღარ ვაკეთებ? გერმანულს მეცადინეობდი. ხო, აი ეხა აღარ ვაკეთებ მაყურებს. რატო აღარ ვაკეთებ? ხუივოზნაით. და ყოველჯერ როცა ვფიქრობ რომ ეს რაღაცეები გასაკეთებელი მაქვს და უნდა გავაკეთო, არ ვიცი რა მემართება. ანუ შინაგანად ვიცი რომ ეს რაღაცეები გასაკეთებელი მაქვს, მინდა რომ გავაკეთო, იმიტომ რომ ვიცი რომ გამომადგება და მჭირდება და ჩემთვის კარგია, მაგრამ ხო ძალიან იდიოტურად ჭირს, ხო? ანუ თუ რაღაც გასაკეთებელი გადეგი და გააკეთე, ხო? ხო და როცა ესეთი რაღაცეები ხდება შენ ცხოვრებაში, მით უმეტეს როცა ამას ხშირი სახე აქვს და როგორც უკვე ვახსენე, ჩემთვის ამას ძალიან ხშირი სახე აქვს. გიჩნდება ეგეთი შეგრძნება, რომ ბრაკი ხარ, ქარხნული წუნი გაქვს, რაღაც არ ვიცი, ADHD გაქვს, ან რა ვიცი მე, ADHD არ მგონია რომ მქონდეს, შეიძლება რაღაც HDMI გაქვს, ან რაღაც full HD გაქვს, ან რაღაც DVD CD გაქვს, რა ხუივოზნაი. ესე რომ ვფიქრდები იმ ტერმინოლოგიებიდან, რაც ჩემთვის ცნობილია და რაც ოდნავ მე მოვფიქრობ, რომ ძალიან გავთვითნობიერებული არ ვარ, მაინც როგორ არის, ობსესიურ-კომპულსიური დიზორდერი, არ ვიცი. შეესაბამება იმას, რომ რაღაც მომენტში უცბად შეიძლება ერთ რაღაცაზე ჩავიციკლო, ბოლომდე მივაწვი, ყველაზე პერფექციონისტი ვიყო, ყველაზე ოპტიმალურ გზებს ვეძებდე, რომ მაქსიმალური შედეგი როგორ უნდა დავდო, ანუ აი ვერ აგიხსნით, ანუ აი დავუშვათ რაღაც თამაში რომ მაინტერესებს, რაღაც თამაში რომ გამიტაცებს, ვიდეო თამაში, ყოველთვის ვზივარ YouTube-ზე, ვეძებ ინფორმაციას, ყველაზე ოპტიმალური გზა რა არის, რომ რაღაც თუ ჩემპიონი ყავს, ან რაღაც გმირი ყავს, ვით თამაშობ, ყველაზე ოპტიმალური აითემები როგორ მოვაგრო, ყველაზე ოპტიმალურად როგორ ვითამაშო, ანუ შედეგებზე ორიენტირებული ვარ და ანუ მჭირდება რომ ეს ოპტიმალური შედეგები გავაკეთო, დავინახო და მივიღო, იმიტომ რომ მაშინ რა აზრი აქვს და დიდი ალბათობით ეს მოდის ჩემი ბავშვობიდან. ბავშვობაში დავდიოდი ალბათ ყველაფერზე და ყველაფერს თავი გავანებე, იმიტომ რომ რაღაც დროის მერე უბრალოდ მბეზრდებოდა. რა თქმა უნდა, ის პლუსი აქვს, რომ ანუ ძალიან ბევრი რაღაცა ვიცი და ანუ ყველაფერში გამეგება და ადამიანს ყველაფერზე დაველაპარაკები, აი არ ვიცი, თემა არ ვიცი რაზე უნდა დამელაპარაკოს ადამიანი, რომ უთხრა რომ აი არა ძმაო, გონში არა ვარ და ვერც კი გამოყვები. არ არსებობს ჩემს ეგეთი თემა, ანუ ყველაფერზე რაღაცა ვიცი, იმიტომ რომ იმდენად რაღაცა ცნობის მოყვარე ადამიანი ვარ, რაღაცა რომ დამაინტერესებს, ხო გეუბნებით ერთი თვე ჩავიციკლები, მაქსიმალურ ინფორმაციას მივიღებ და მე
შეიძლება საერთოდ ამოვიწყდეს. შეიძლება ერთ წელს მერე გამახსენდეს, ვინ იცის. რაღაცები იფიქრებენ, რომ იდეაში მაგარია ეგეთი რაღაც, მაგრამ ისეთი ადამიანებისთვის, ეგ როგორ აიცი, როდესაც სწორით მაგაკ და ხუჭრთა თმაზე ოცნებობ და როცა ხუჭრთა თმაგაკ სწორ თმაზე რო ოცნებობ. ანუ მე მაგალითად პირადად მშურს იმ ადამიანების, ვისაც საკუთარი გზა ნაპოვნი აქვს, იცის რის კეთება უნდა, რა მოწონს და შეუძლია რაღაც მთელი ცხოვრება ძალიან მშვიდად იცხოვროს, იმიტომ რომ იცის რა უნდა აკეთოს, იცის თავისი გზა, იცის მიზანი, საითაც მიდის. მე ეგ არ მაქვს. ჩემი პირველი მიზანი არის survival, უნდა გადავრჩე და გადარჩენისთვის რას ვიზავ, ეგ მეორე არის და მარტო გადარჩენა კიდე მით უმეტეს დღევანდელობაში სასიამოვნო არ არის. ამიტომ სიამოვნება უნდა მიიღო ხო რაღაცით და ჩემი პირადი თავი სიამოვნების წყარო არის, ან კონტენტის მოხმარება, ან თუნდაც შექმნა. კონტენტის მოხმარება იქნება სერიალების ყურება, ფილმების ყურება, ვიდეო თამაშებით გართობა. და მოკლედ, ალბათ ამ ვიდეოს მთავარი მესიჯი ისაა, რომ თუ ვინმე ხართ ჩემნაირად, ვისაც თავი გონიათ რომ რაღაც ქარხნული წუნი გაქვთ, ბრაკი ხართ, და რაღაც ერთი ადამიანი ხართ, ვისაც ესეთი რაღაცა ჭირს, მარტო არ ხართ, მეც ეგრე ვარ. და ზუსტად ვიცი თავს როგორც გძნობთ. მაგრამ კიდევ ერთი მინუსი იმისა, რომ საკუთარ თავში ვარ თავდაჯერებული, არის ის, რომ როდესაც ხარ ჩემი ვიზუალის, ჩემი გარეგნობის, ჩემი აღნაგობის, გაქვს ზედმეტი წონა, თან წლებია მაქვს ზედმეტი წონა, რასაც ყოველთვის ყველა აღნიშნავდა, ოჯახის წევრები, მეგობრები, ანუ გაწუხებს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ბულინგს ეჩვევი და ანუ ძალიან სქელი ტყავი მაქვს და ანუ ძალიან რთულია, რომ ვინმე სიტყვა ჩემზე რაიმე გავლენა იმუქმედოს საერთოდ. და იმდენად თავდაჯერებული ხდები და იმდენად ვანცალკევებ საკუთარ თავს, რომ ანუ ჩემი სხეული არ არის ჩემი, ანუ დიმიტრი ლომსაძის დეფინიცია, ანუ მარტო სხეული ხო არა ვარ, ანუ მე ვარ სხეული პლუს ის რაც ვარ მთლიანად. აზროვნება და ასე შემდეგ. ვისაც გჯერათ სული. მე ეს თავდაჯერებულობა გიშლის და ზუსტად კონტრადიქციაში მოდის იმასთან, რომ საკუთარი თავისთვის უკეთესი უნდა ვიყო, უკეთესი რაღაცები უნდა ვაკეთო და უკეთესი უნდა გავხდე. და მე მოდის ის ფაქტი, რომ რატო? ისეც ხო ვიცი რაც ვარ და როგორც ვარ და ანუ კარგი ვარ. გასაგებია რომ შეიძლება უკეთესი ვიყო, მაგრამ აი ეს რაღაც კომპულსიური, ობსესიური ყალეობა თუ არ ჩამერთო და რაღაც ორი თვე თუ არ გადავაყდი, ორი თვე გიჟი ვიტყოვოთ, დგებოდი, ვიწონებოდი, წყალს ვსვავდი, საჭმელს ვიკეთებდი, დღეს არ ვმაზავდი. ეხა არა. ძალიან ბჟუტური გამომდის, მაგრამ დიდი ხანი არავისთან არ მელაპარაკია და რაღაცნაირად მჭირდებოდა რომ დავცლილიყავი. მარტო არ ხართ, ბრაკი არ ხართ. უბრალოდ სხვანაირად მოწყობილი აზროვნება გვაქვს. შეიძლება ეს დამოკიდებული იმაზე, როგორი გენები გვაქვს, შეიძლება იმაზე, როგორ აღზარდეს, დარწმუნებული რომ წვლილი იმაში აღზრდას მიუძღვის უკაცრავად, როგორები ვართ, როგორ ვფიქრობთ და რაღაც, მაგრამ ალბათ გენეტიკაზეც არის დამოკიდებული. ამიტომაც ბრაკები არ ვართ, უბრალოდ განსხვავებულები ვართ. ყველანი. ყველაფერს აქვს თავისი პლუსი და მინუსი. არ ვიცი. ხო, კიდე ერთი რაღაცა, ძილის რეჟიმი. თინეიჯერობის დიდი ნაწილი მთელი, ალბათ 16-17 წლიდან 22 წლამდე, 22 წლამდე, მეტიც 23 წლამდე უმეტესად ვიძინებდი რაღაც. ძალიან გვიან, ან პირიქით, ძალიან ადრე დილით. და რომ მინდოდა რომ ეს ყველაფერი შემეცვალა, დავიწყე დილით ადრე გავუძება, მაგრამ ეს ძველი ჩვევები მაინც მიშლის ხელს და ხანდახან ესე მიწევს ხოლმე გადათენება და ყველაზე გამაღიზიანებელი არის ის, რომ როცა რაღაც 3 დღის განმავლობაში ვცდილობ, რომ ისევ ნორმალური ძილის რეჟიმს დაუბრუნდე, რაც ჩემთვის პირადად კომფორტული არის და ამას ვახწევ, იმიტომ რომ გამიზნულად 3 დღე ჩალიჩობ, რომ დაუბრუნდე იმ რეჟიმს. მე ესე ყლეურად არ მეძინება ერთი დღე და ისევ ესე ვათენებ რაღაც. 6-ის ნახევარია ეხა. 6-ის ნახევარზე ვიღვიძებ ხანდახან. და ეხა მღვიძავს და ხუიოს ნაით ვაფშე როდის დავიძინებ, იმიტომ რომ რავი, არ მეძინება. ვინც ჩემს ახალი წლის ვიდეოს უყურეთ, იქ ვისაუბრე რომ როგორ დიდი ვარ და რაღაც. ანუ ვარ,
არ ვარ, მაგრამ ვიცი რომ რაღაცების კეთება მჭირდება და უნდა ვაკეთო, იმის და მიუხედავად მინდა თუ არა. აღმოჩნდა რომ ეგეთი მარტივიც არ არის. აღმოჩნდა რა, იდეაში ვიცოდი უბრალოდ არ ვიცი როგორ აგიხსნათ რა, დილით რომ გავიღვიძებ რაღაც კონკრეტულ მენტალურ სფეროში თუ არა ვარ და რაღაც ორი მენტალური კუბი მაქვს, ესე რომ აღვნიშნო. ორი მენტალური ოთახი. დილით რომ ვიღვიძებ, ან ერთში შევდივარ, ან მეორეში. თუ შევდივარ რაღაცა ენერგიულ, მოტივირებულ ოთახში და მაკარებს თუ ვაღებ და ისე გამოდივარ დილით, მაშინ თესლია ყველაფერი. ყველაფერს ვაკეთებ. ყველაფერს დროს ვუთმობ. ბევრად უფრო ენერგიული ვარ. თუ არა, აი 3 დღე საერთოდ არ ვიბანავ. იმიტომ რომ მომენტ რატო? სახლში ვარ. გარეთ არ გავდივარ. მე თუ არ წუხდები და მე არ წუხდები ხოლმე, არ ვანაობ. მაგრამ ხო ვიცი რომ უკეთესია. ვის რაში გაინტერესებთ, ეხლა მე რამდენი დღეში ერთხელ ვანაობ, მაგრამ მაგალითები რომ მოგიყვანოთ. რამდენად მოქმედებს ეგ ყველაფერი, რომ შიგნიდან რაღაცამ თუ არ დაკალიკა, რაც ძალიან რთულს ხდის იმ მიზნების თუ ოცნებების, არა მიზნების მიღწევას, როგორიც შეიძლება ჩემნაირ ამბიციურ ადამიანს ჰქონდეს. რატომ ჩემნაირ ამბიციურ ადამიანს? ალბათ იმიტომ რომ პირველი შვილი ვარ, ყოველთვის საუკეთესო უნდა ყოფილიყავი და ბავშვობიდან მაგ ეგ ჩანერგილი და თუ არ ვარ, ძალიან ცუდად გრძნობ თავს. სამწუხაროდ ესეც ჩემს კონტროლს არ ექვემდებარება, უბრალოდ ეგრე ვარ. ხო, კიდევ ერთი პრობლემა, red flag-ი ჩემში არის ის, რომ აი ხა რაც ვახსენე, რომ ვიცი საკუთარი თავის ფასი, დაჯერებული ვარ და ვიცი რომ რაღაც მარტო ჩემი სხეული არ არის ჩემი დეფინიცია და ვარ ამ ყველაფერზე მეტი. ეს დამოკიდებულება მაქვს, რომ მომენტ მეტის კეთება არ მჭირდება რომ უკეთესი ვიყო, მაგრამ თან პარტნიორი თუ მეყოლება მინდა რომ რაღაც საუკეთესო იყოს, ყველაზე მაგარი სხეული ქონდეს, რაღაც 90-60-90, იდეაში არ მინდა 90-60-90 ქონდეს ის ურაია, მაგრამ აი მე როგორიც მომწონს რომ ეგეთი უნდა იყოს და იდეალური უნდა იყოს და იმას ამდენ მომეწონები, ეგ კიდე სხვა ფაქტორია, მაგრამ ჩემი დამოკიდებულებიდან, ჩემი გადმოსახედიდან ვლაპარაკობ, ხა ის ვინ იქნება რა მნიშვნელობა აქვს. ხო და ხო ძალიან რაღაც ეგოისტური და პროჭული დამოკიდებულება, შენ არ გინდა რომ შენი საუკეთესო ვერსია იყო, თუნდაც სხეულით, მენტალობით, რაღაც მდგომარეობით, სადაც რაღაც შენი მიზნებისკენ ძალიან ისე მიზანდასხულად იღწვი და რაღაც დილით რა ხასიათზე გაიღვიძე, მაგას არანაირი გავლენა არ აქვს მაგაზე, მაგრამ თან ხო ხდებით, ყლეობა. თან იმასაც ვერ ვიტყვი რომ ამბიციური ადამიანი არ ვარ, მაგრამ თან სახლში ჯდომა და მთელი დღე არაფერს კეთებაც მაგრად მისწორდება და აი ხუიოსნაირად რა უნდა ვაკეთო. ასე რომ თუ აი ეს ჩემი ლაპარაკი და ეს ჩემი ბოდიალი ცოტათი მაინც ვინმესთან რაიმეთი ახლოს არის, რომელიმე ფაქტორით. არა აუცილებელი რომ ერთ-ერთ ჩვენ ვთხოვდეთ, ზუსტად ეგ ხდის განსაკუთრებულებს რომ განსხვავებულები ვართ. რავი, დამიწერეთ. ვერ მოგატყობთ ეხა ძალიან ბევრ ამის შემისვლის ეგ ფაქტი რომ კიდე სხვებიც არიან ჩემნაირად, მაგრამ რაღაც ცოტა კომფორტულად ვიგრძნობ თავს ალბათ და თქვენც ალბათ იგრძნობთ ცოტა კომფორტს. ცოტა მომეშვა. მთელი ცხოვრება რომ ეს რაღაცებზე გაკრიტიკებენ, მე ამ ყველაფერზე ესე გახსნა ლაპარაკი და მით უმეტეს ამას ხო სხვებიც ნახავენ. ძალიან ისეთი არის, შემარცხვენელი კი არა, ფეხებზე მკიდია ხალხი რას ფიქრობს ჩემზე. მაგაზე ხო შევთანხმდით. უბრალოდ რაღაც საკუთარ მესთან მაქვს პროტესტი და რაღაც ბრძოლის შეგრძნება, რომ დიმიტრი, ორივე მეც და შენც ხო ვიცით, რომ უფრო მეტი და უკეთეს შეგვიძლია და სიმაღლეების დაპყრობა შეგვიძლია, მაგრამ და მე მაგ ფიქრების გამო თავს ცუდად გრძნობ, მე თავს ცუდად გრძნობ ხასიათში უფრო მეჯმევა, მე ძალიან ყლეურ ხასიათზე რო არ ვიყავ junk foods, რომ მეტ კონტენტს მოვიხმარ, რომ მეტის მომხმარებელი ხდები, ვიდრე კრეატორი, შემქმნელი. ვიდეოებსაც აღარ ვიღებ ხოლმე. იმედია რომ ჩემნაირად არ ხართ. ან თუ ხართ, ეს რაღაც თავდაჯერებულების მომენტი მაინც გაქვთ, რომ რაღაცით დააბალანსოთ ეს უარყოფითი მხარე თქვენი პერსონის, თქვენი მენტალური მდგომარეობის, ვიცი, ფსიქოლოგიური მდგომარეობის თვით დიაგნოზით საბოლოოდ მივედით, რომ კომპულსიური, ობსესიური დიზორდერ როგორ აქვს ქართულად? Fuck. უნდა დავგუგლო. მოკლედ, compulsive obsessive disorder, რავი, ხუიოზნაი. შეიძლება არც არის სწორად ყוла ვჟუტულობ. აბა დილის 6:30-ზე ყავა დავლიო თუ ჩაი? ჩაი. იმიტომ რომ დღეს უკვე 3 ჭიქა ყავა დავლიე. რატო დავლიე? ხუიოზნაი, რავი, აი მინდოდა და დავლიე. საბოლოოდ ისევ იმას რამდენ მივდივარ, რომ
ცხოვრებაში ხო ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ ანუ ვსწავლობთ, შრომობთ, რომ სამცხური გქონდეს, იმიტომ რომ ფული გქონდეს, იმიტომ რომ რაღაცა ვიცხოვროთ და ვიცხოვროთ კარგად, ხო? ანუ გადარჩენისთვის ხო არ უნდა ცხოვრობდე, მაგის დედავატერი ან უნდა ცხოვრობდე იმისთვის, რომ თავისუფალი დრო გქონდეს და წახვიდე და აკეთო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს, ხო? და მე სიამოვნებას მაინჭებს სახში ჯდომა და სერიალების ყურება, ან ვიდეო თამაშების თამაში. და რატო უნდა გავიარო ეს ყველა სტეფი და ეს ყველაფერი? მარტო იმიტომ რომ მე ეს მოვიდე სახში და ვიდეო თამაშები ვითამაშე, როცა ეხა შემიძლია რომ ყველაფერი ვაკეთო ისედაც. შემოსავალიც მაქვს. უბრალოდ აი ეს რაღაც თვითგანვითარების პატარა პლუსები, მინუსები, წადი ვარჯიშს, წადი რაღაცა იმეცადინე განვითარდი მარტო თამაში ხო არა? რა უჭირს 1-2 თვე სახში რომ ჩაჯდე და მარტო ითამაშო. ხო გაასწორებს. მე ესეც ხო ამომივა ყველაში. იმიტომ რომ ვიცი როგორიც ვარ. მე სხვა რამეს ჩავიციკლები. საქმე იმაშია რომ თამაშები არასდროს არ ბერძდება. დედმეტად მიყვარს ბავშვობიდან. რთული ამბავია ეგ. ამიტომ მიწევს რაღაცებით დაბალანსება. მარტო რაღაც მართლა სულ სახში არ ვიცი, სულ მარტო თამაში არ იყოს ჩემი ცხოვრება. იმის და მიუხედავად რომ მიყვარს. რატო? იმიტომ რომ ბევრად მეტი რამე არსებობს ვიდრე თამაში ცხოვრებაში და იმიტომ რომ მჯერა რომ ბევრად მეტი არის იქ, რისი აღება შემიძლია და რისი მიღება შემიძლია და ბევრად მეტის მიღწევა შემიძლია და საკუთარ პოტენციალს ბოლომდე არ ვიყენებ. და რაღაცნაირი ისეთი ვიდეო მინდოდა გამოსვლა ცოტა ღრმა და ტრავმა და დამპინგი გამომივიდა. მე რა თქვენი დარდეთ, ვინც ამ ყველაფერს მოусმენთ, ეჭვი მეპარება რომ ვინმე ამას ბოლომდე მოусმენს, მაგრამ რავი იყოს. თუ ვინმეს ზედმეტ დასახარჯირავი 10 წუთი ექნება, მაგრამ ეჭვი მეპარება რომ 10 წუთზე მეტი ვისაუბრე, არაფერს მეგობარო. იმედია ამაში გამოგადგება ეს ვიდეო. და იმედია რომ კამერასთან ძალიან ახლოს არა ვარ. მაგრამ რაც არის ეგ არის. როგორც ყოველთვის, მადლობა ყურადღებისთვის, ვინც ბოლომდე უყურეთ, ხო თქვენ წინაშე საერთოდ კეთს ვიხრი. და რა მომავალ შეხვედრამდე, ნაბაით.